ზუსტად ერთი კვირაა ამ ყველის ბურთულების მომზადება მინდა ყველის соусთან ერთად. ხო და როგორც იქნა ეს დღე დადგა. პირველ რიგში სულგუნი ან მოცარელა გავხეხოთ ყველის სახეხზე. ძალიან წვრილად. შემდეგ კი გადავურიოთ კვერცხის ცილა, რომელიც დაგვეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. მიმაცივარში ყოველთვის მაქვს ყველის ბურთულების ან ყველის ჭხირების მარაგი, თუმცა ამ შემთხვევაში გავაკეთოთ 2 ადამიანის პორცია. ყველის ბურთულებს მივცეთ ფორმა და შევინახოთ რამოდენიმე წუთი საყინულეში. ახლა კი შევუდგეთ კляრის მომზადებას. კვერცხი და ფქვილი გადავურიოთ, სრულისამებრ შეგვიძლია სანელებლებიც დავუმატოთ. ხოლო ცალკეთილში მოვათავსოთ საფანი. საყინული ბურთები მოვათავსოთ ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე მასაში და ისევ გავყინოთ რამოდენიმე წუთით. ხოლო ამ სამიდან ამჯერად შევარჩევთ ყველის соуს. გენიალობა ხომ სიმარტივეშია. მოდით გამოვიყენოთ ფირმა იტალიას მზა ყველის соуსი, რომელსაც უბრალოდ ვაზავებთ რძესა და კარაქში. ამ უგემრიელესი იტალიური პროდუქციის შეძენა კი შეგიძლიათ ფრესკოს, გუდულსა და ევროპროდუქტში. პარალელურად კი ცხელზეთში ვათავსებთ ჩვენი ყველის ბურთებს და ვბრაწავთ ორივე მხრიდან. სანამ არ გახდება ოქროსფერი, გემრიელი, წელვადი და ხრაშუნა. ამჯერად ის თქვენი მეგობრების ფავორიტი გახდება.